ბატონო ირაკლი, როდესაც აი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, პოლიტიკოსებიც საუბრობთ ამ თემაზე, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ გახარია რაღაცა გარეძალებით მოქმედებდა, თუ რაში იყო? სამწუხაროდ დადასტურდა, ნენელა დასტურდება და ყველაფერს ნათელი ეფინება, რომ ის მადაღებული თემა, რაც დღეს აი თუნდაც deep state-თან მიმართებაში, რასაც საქართველოს ხელისუფლება ქართული ოცნება ამდენი წელია საზოგადოებას აწვდის, შემდეგ უკვე ამას შემოუერთდა ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი და უკვე აქტიურად იმან დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არის კონკრეტული ძალები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ინტერესები და გავლენები გააფართოვონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თვითონ გახარიას დანიშვნაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გარკვეულ აი იმ ჟანრიდან იყო, როდესაც სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას უწევდა რაღაცების გათვალისწინება, თუნდაც ამერიკელებისგან წამოსულის, თუნდაც ევროპელი ბიუროკრატებისგან წამოსულის. რაც ყველაზე მთავარია, გახარია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების აი ამ 12 წლიან მმართველობაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღევანდელი გადმოსახედით გახარია კონკრეტულად მოქმედებდა გარეძალების უცხო ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და პირდაპირ ის ილაშქრებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.